მოკლედ, ვინც ჩემი წინა ვიდეოები ნახეთ, ზოგადად ვიცინებ 10 საათზე. ეხლა არის 10 საათი, მივდივარ სახლში. ალბათ მჭირდება დაახლოებით 1 საათი კიდე, რომ გავემზადოთ ასაძინებლად. და ვფიქრობდი ჩემთვის ვანგარიშავდი, რომ გავუღვიძო ისევ 6-ზე, თუ გავუღვიძო 7 საათზე, რომელი იქნება უფრო კარგი, რომელიც მე ყოფა იმისთვის, რომ კარგად გამოძინებული ვიყო ხვალ. ძალიან არ მიყვარს ამ ჩემი რუტინის და რეჟიმის დარღვევა, იმიტომ რომ მე მჭირდება ხოლმე რომ მივეჩვიო ისევ თავიდან, ეხლა რაც ვიძინებ 10 საათზე და ვიღვიძებ 6:30-ზე, დაახლოებით მაქსიმუმ 6-ზე. ეს არის ჩემი ბიოლოგიური საათი დალაგებული ამ შემთხვევაში და ძალიან მიმარტივდება ასე ყოფნა. როგორც კი რეჟიმიდან მოვარდები, შემდეგ ძალიან რთულია ხოლმე, რომ ისევ ჩავშდე იგივე რეჟიმში. ესე რეჟიმებიდან ამოვარდნა ხდება ჩემი დასვენების დღეებში და დღეს არის კვირა დღე. ვიყავი ერთ-ერთ კუნძულზე, სადაც ხდება მხოლოდ გასართობი აქტივობები და მიწევს 10 საათზე სახლში დაბრუნება. დამწერეთ კომენტარებში თქვენი რეჟიმი როგორია და როდესაც გერღვევათ, ვისაც გაქვთ ესეთი რეჟიმი მორგებული, რომ თქვათ იძინებ 10-ზე, იღუძებთ 5-ზე, არ 6:30-ზე და ასე შემდეგ. როგორ ახდენთ ხოლმე ამის ადაპტაციას, როდესაც გიწევთ რაიმე ღონისძიებებზე წასვლა, ან სადმე გასვლა, საღამოს ან მეგობრებთან ამის შემდეგ, როგორ ჩდებით იგივე რუტინაში, უკან თუ გაქვთ რაიმე მნიშვნელოვანი და რაღაც ესეთი მარტივი ხერხები ამისთვის.